გამარჯობა. ეს არის მერვე დღე, როცა ავედი ანაპურნის საბაზო ბანაკამდე. როგორც წინა ვიდეოში გითხარით, მე 7 დღეს დავრჩი სოფელ დეურალიში. მზის ამოსვლისთანავე დილის 5 საათზე გავიღვიძე, ვისაუზმე და წავედი ბანაკის სანახავად. რადგან ძალიან ციო და გათბობაში დამეხმარა ეს ქუდი, რომელიც ნეპალშივე გზად ერთ-ერთ სოფელში შევიძინე. მოგვიანებით უკვე მეცვა ხელთათმანებიც, იმიტომ რომ კიდე უფრო მეტად აცივდა. რამდენიმე საათში გამოჩნდა მთა ფიშტეილის საბაზო ბანაკი, რომელიც 3700 მეტრზე მდებარეობს. წვერვალი 6993 მეტრია და ნეპალელების რწმენით აქ ცხოვრობს შივა. ამიტომ წვერვალის დალაშქვრა არ შეიძლება. ცოტა ხნით შევისვენა და გზა ისევ ანაპურნისაკენ გავაგრძელე. გზად კიდევ ასეთი უმშვენიერი სხედები გავიარე და როგორც იქნა ავედი ანაპურნის საბაზო ბანაკამდე, რომელიც 4030 მეტრზე მდებარეობს. იმ ღამით მეძინა ესეთ tea-house-ში სხვა მოგზაურებთან ერთად. მომდევნო დღეს უნდა მენახა თუ როგორ ამოდიოდა მზე, ამიტომ გავიღვიძე ისევ ძალიან ადრე. სანამ მოგზაურობას დავიწყებდი, ჯერ კიდევ საქართველოში ვფიქრობდი, რომ თუ გზად გამიჭირდებოდა, აუცილებლად უკან მოვბრუნდებოდი. როცა ვიდექი და ამ წვერვალებს უყურებდი, ვხვდებოდი, რომ ჩემთვის შეუძლებელი რაღაც შევძალი და აღარ იყო სამყაროში, არაფერი ისი გაკეთებაც არ შემეძლო. ეს იყო ბედნიერების ის შეგრძნება, რომლის გამოც ყველა დაბრკოლება და ყველა დაღლა ღირდა.